მოგესალმებით, მინდა გასწავლოთ დღეს თუ როგორ მოიხსნათ კურდღლის გულზე გაკეთებული ჯადოები. რა თქმა უნდა, სათაურის მიხედვით მიხვდებით, რა სახის ჯადოც არის ეს. რა თქმა უნდა, ეს არის გაკეთებული შიშზე. მაგრამ ეს არ არის ისეთი ჯადო, რომელიც უბრალოდ ადამიანს აშინებს მაგალითად ღამით, რომ არის, ვთქვათ, მარტო სახლში დარჩენილი და ეშინია დაძინება, ან ფიქრობს, რომ რაღაცა აკიდებული ყავს და შიშის შეგრძნებებს უჩენს. ამ სახის ჯადოების ლოცვა ეს არ არის. ეს ეხება უფრო დაჩმორების და დაკნინების ჯადოებს, როდესაც ადამიანს აკნინებენ, ამცირებენ, აჩმორებენ და ხმას ვერ იღებს, ანუ ეშინია ხმის ამოღების. ეს ლოცვა იკითხება ნებისმიერ დღეს სამჯერ ზედიზედ. სამი ქვა წყალში ბუყბუყებს, დუღარე წყალს ელაპარაკებიან. სამი ძმა ქვა წყალს დაუძმობილდა, თავიანთი ძალით ერთმანეთს უერთდებიან. ერთი ქვა ბუყბუყებს, კურდღლის ჯადოზე ულოცავს. მეორე ქვა ბუყბუყებს, კურდღლის ჯადოს აწიწკნის. მესამე ქვა თუხთუხებს, კურდღლის მშიშარა გულს აწივლებს. წყალზე და ორთქლზე გაკეთებული ცეცხლის უკან დახევაზე. კურდღლის ჯადო შეიკუმშე სამუდამოდ სახელი ჩამოსცილდი, და ემოსცილდეს კანკალი და მშიშრობა, და ემოსცილდეს მშიშრობის ჯადო. ვინც კურდღლის გულზე ჯადოობდა, ვინც კურდღლის შიშის ჯადოს სახელი დაადო, და იმ ადამიანის სულში კურდღელი შევარდეს, და ამის გარდა ვეღარანაირი ჯადო ვეღარ გააკეთოს. ამ წუთიდან და ჩემი ნებით დაე სახელი აღარ კანკალებდეს, შიშისაგან აღარსად გარბოდეს, შიშით უკან არ იხედებოდეს, აღარ იტიროს და აღარ იდარდოს, არც დღე და არც ღამე აღარ იჯავროს, სამი წმინდანის ძალით, სამი ნათლისმცემლის ძალით, სამი წმინდა მცველის ძალით შელოცვის იქნას ეს სიტყვები ძალა მასზე გავრცელდეს მთლიანად, სახელისა, მამისათა და ძისათა, დასულისა წმინდისათა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სამი ქვა წყალში ბუყბუყებს, დუღარე წყალს ელაპარაკებიან. სამი ძმა ქვა წყალს დაუძმობილდა, თავიანთი ძალით ერთმანეთს უერთდებიან. ერთი ქვა ბუყბუყებს, კურდღლის ჯადოზე ულოცავს. მეორე ქვა ბუყბუყებს, კურდღლის ჯადოს აწიწკნის. მესამე ქვა თუხთუხებს, კურდღლის მშიშარა გულს აწივლებს. წყალზე და ორთქლზე გაკეთებული ცეცხლის უკან დახევაზე. კურდღლის ჯადო შეიკუმშე სამუდამოდ სახელი ჩამოსცილდი, და ემოსცილდეს კანკალი და მშიშრობა, და ემოსცილდეს მშიშრობის ჯადო. ვინც კურდღლის გულზე ჯადოობდა, ვინც კურდღლის შიშის ჯადოს სახელი დაადო, და იმ ადამიანის სულში კურდღელი შევარდეს, და ამის გარდა ვეღარანაირი ჯადო ვეღარ გააკეთოს. ამ წუთიდან და ჩემი ნებით დაე სახელი აღარ კანკალებდეს, შიშისაგან აღარსად გარბოდეს, შიშით უკან არ იხედებოდეს, აღარ იტიროს და აღარ იდარდოს, არც დღე და არც ღამე აღარ იჯავროს, სამი წმინდანის ძალით, სამი ნათლისმცემლის ძალით, სამი წმინდა მცველის ძალით შელოცვის იქნას ეს სიტყვები ძალა მასზე გავრცელდეს მთლიანად, სახელისა, მამისათა და ძისათა, დასულისა წმინდისათა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სამი ქვა წყალში ბუყბუყებს, დუღარე წყალს ელაპარაკებიან. სამი ძმა ქვა წყალს დაუძმობილდა, თავიანთი ძალით ერთმანეთს უერთდებიან. ერთი ქვა ბუყბუყებს, კურდღლის ჯადოზე ულოცავს. მეორე ქვა ბუყბუყებს, კურდღლის ჯადოს აწიწკნის. მესამე ქვა თუხთუხებს, კურდღლის მშიშარა გულს აწივლებს. წყალზე და ორთქლზე გაკეთებული ცეცხლის
უკან დახევაზე. კურდღლის ჯადო შეიკუმშე სამუდამოდ სახელი ჩამოსცილდი და ემოსცილდეს კანკალი და მშიშრობა და ემოსცილდეს მშიშრობის ჯადო. ვინც კურდღლის გულზე ჯადოობდა, ვინც კურდღლის შიშის ჯადო სახელი დაადო და იმ ადამიანის სულში კურდღელი შევარდეს და ამის გარდა ვეღარანაირი ჯადო ვეღარ გააკეთოს. ამ წუთიდან და ჩემი ნებით დაე სახელი აღარ კანკალებდეს, შიშისაგან აღარსად გარბოდეს, შიშით უკან არ იხედებოდეს, აღარ იტიროს და აღარ იდარდოს, არც დღე და არც ღამე აღარ იჯავროს, სამი წმინდანის ძალით, სამი ნათლისმცემლის ძალით, სამი წმინდა მცველის ძალით შელოცვის იქნას ეს სიტყვები ძალა მასზე გავრცელდეს მთლიანად სახელისა, მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.